საპროტესტო აქცია გაიმართა წალკაშიც რამრეობასთან შეყრებილი ადგილობრივი მოსახლეობა რამდებლის თანამდებობაზე ბესო ლაჩოშვილის შესაძლო დანიშნა საპროტესტებს. მათი თქმით, ლაჩოშვილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტია, არც ის მონაწილეები ქართული ოცნების წევრის მზარდელოვანის დანიშნას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაჩიტაძის თქმით, დღეს საკრებულოში 2013 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს და ახალი რამდებლის კანდიდატურის არჩევა არ იგეგმება. ეს ვითხოვთ სამართლიანობას და კანონის აღდგენას. ჩვენთან მოსახლეობას უჭირს ძალიან ყველა ოჯახს თითქმის უჭირს უმიწობა, უწყლობა, უგზობა და უშუქობა. ვითხოვს მოსახლეობა ისეთ პიროვნების დანიშნას, რომელიც ყოველგვარ არც ერთ პარტიაში არ არის ნამუშევარი, იცის სოფლის რაიონის პრობლემები, იცის ხალხს რა უჭირს, რა არ უჭირს და მოგახსენეთ, რომ დღეს მიმდინარეობს მორიგის ხდომა, რაც შეეხება გამგებლის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის თემას, ეს არ არის საკითხი, რომელიც განეხილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგის ხდომაზე.